OpenAI CEO-მ სემ ელტმანმა ბუნკერი აშენა სამყაროს აღსასრულისთვის. ის ნავახოს უდაბნოშია მიწის სიღრმეში დამალული. შიგნით აქვს ანტიბიოტიკები, საკვების სისტემა და იარაღი. და ბატონი სემ ელტმანი სწორედ ის კაცია, ვინც დღე-დღემ ცდილობს რომ შექმნას ხელოვნური ზოგადი ინტელექტი AGI. ახლა კი მთელ მსოფლიოს არ წამონებს რომ ეს ტექნოლოგია სრულიად უსაფრთხოა. და მაშინ რატომ ემზადება კატასტროფისთვის? ცოტამ თუ იცის, რომ 2017 წელს ChatGPT-მდე წლებით ადრე ალტმანმა გამოაქვეყნა ბლოგ პოსტები შემზარავი თეორიით. თეორიით, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც დღეს ამბობს. მან დაწერა, რომ ხელოვნური ინტელექტის ის სახეობა, რომელსაც თვითონ ქმნის, სინამდვილეში იმ სამყაროს აღსასრულამდე მიგვიყვანს, რომელსაც ვიცნობთ. მისი უტოპიური ხედვა კი ისაა, რომ ჩვენ შევერწყმებით ხელოვნური ინტელექტის კოლექტიურ გონებას. თუ ალტმანის ორი ვერსია არსებობს, ერთი, რომელიც საზოგადოებას ამშვიდებს და მეორე, რომელიც უარესისთვის ემზადება, მაშინ რომელს უნდა ვენდოთ? რაც აღმოჩინე, არ არის უბრალოდ ერთი წინააღმდეგობა, ეს არის კანონზომიერება. და რაც უფრო ღრმად იხედები, მით უფრო შემაშფოთებელი ხდება ეს კანონზომიერება. ამ ვიდეოს მოსამზადებლად ბევრ სხვა ვიდეოს უყურე, ბევრი სტატია წავიკითხე და რაც აღმოჩინე, უბრალოდ ერთი წინააღმდეგობა არ არის, ეს არის კანონზომიერება. და რაც უფრო ღრმად იხედები, რაც უფრო სწავლობ, მით უფრო შემაშფოთებელი ხდება ეს კანონზომიერება. 2023 წლის 16 მაისი სემ ელტმანი აშშ-ის კონგრესის წინაშე ზის და მშვიდად ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი კონტროლს ექვემდებარება. ხელოვნური ინტელექტი ეს არის ხელსაწყო, არა არსება. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ჩვენ ხელსაწყოს ვაშენებთ და არა არსებას. ეს ბატონმა ელტმანმა თქვა. ბოლო 2 წელია ამ ფრაზებს იმეორებს როგორც ინტერვიუებში, ასევე პოლიტიკურ დოკუმენტებშიც რეგულატორების წინაშე. ამავდროულად OpenAI-ის მარკეტინგულ მასალებში წერია, რომ ხელოვნური ინტელექტი რეალურ უმუშევრობას არ გამოიწვევს, რაც რა თქმა უნდა ზუსტად ემთხვევა იმას, რის მოსმენაც პოლიტიკოსებს სურთ. მაგრამ პრობლემაც აქ არის. თუ OpenAI-ის ორიგინალურ ქარტიას გადავხედავთ, კომპანიის მისია იყო ისეთი AGI შექმნა, რომელიც ჩაანაცვლებდა ყველა ადამიანურ შრომას. ეს რა თქმა უნდა არის პირდაპირ წინააღმდეგობა. და სემ ელტმანი ერთ-ერთი იყო, ვინც ეს ქარტია დაწერა. ეს არის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბატონ ილონ მასკთან ერთად, რომელზეც ასევე გვიდევს ვიდეო. რაც უფრო ღრმად იხედები, მით უფრო ცხადი ხდება, რომ ეს არის ორმოგი სტანდარტი. საჯაროდ ბატონი ელტმანი სიმშვიდეს ასხივებს, პირად საუბრებში კი წლების განმავლობაში ამბობდა, რომ სუპერ ინტელექტი კაცობრიობის უდიდესი საფრთხეა. როგორც ამბობენ, მე არ ვიცი. და მაინც პოლიტიკოსები მის სიტყვებს ისე იჯერებენ, თითქოს იყოს წმინდა წერილი. ისინი ვერ ხედავენ მის ქმედებებში ჩადებულ ცბიერებას. რამდენიმე წლის წინ სემი ცინიკურად ამბობდა ბატონი სემ ელტმანი, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგხოცავს. და ახლა კი ამბობს, რომ ძალიან არ ინერვიულონ ადამიანებმა და ამის მიზეზი მე ვეჭვობ, რომ არის ფული და ინვესტიცია, რომელიც მას სჭირდება. ეს არ გავს იმ კაცის სიტყვებს, ვისაც სჯერა, რომ საზოგადოება უნდა იცოდეს სრული სიმართლე. მან უბრალოდ ზუსტად იცის, რა უნდა უთხრას მსოფლიოს, რომ მოეწონოთ. ის არის ძალიან გენიალური გაყიდვები. მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ ბზარებს. OpenAI-ის თანადამფუძნებელმა ილია სუცკებერმა ერთხელ დახურულ შეხვედრაზე თქვა: ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ბუნკერს, სანამ AGI-ს გამოუშვებთ. მე მაინც ვგონია, რომ AGI-ს გამოშვებას OpenAI-ის კლოდის ხალხი დაასწრებს, მაგრამ ნებისმიერი ისტორიკოს გეტყვით, როცა ვინმე საკუთარ გაფრთხილებებს წერს, სერიოზულად უნდა მიიღო. ამბობდნენ, რომ პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებაო, ამბობდნენ, რომ ჰიტლერსა და სტალინის საშინელებებს წინასწარ ვერავინ წარმოიდგენდაო, მაგრამ ეს ტყუილია. ნიშნები ყოველთვის იყო გამოსვლებშიც, მანიფესტებშიც, ადრეულ ჩანაწერებშიც. ხალხს უბრალოდ არ სჯეროდა, სანამ გვიანი არ იყო. და სწორედ ამიტომ აქვს მნიშვნელობა ალტმანის ადრეული ჩანაწერების შესწავლას. 2017 წელს სანამ სოფლიო ChatGPT სახელს გაიგება და ალტმანმა გამოაქვეყნა ბლოგ პოსტი სათაური The Merge შერწყმა. და მის შიგნით ასეთი ფრაზებია დაახლოებით 9 წლის წინ. თუ თვითონ არ გავანადგურეთ თავი, სუპერ ადამიანური ხელოვნური ინტელექტი მოვა, გენეტიკური გაუმჯობესება მოვა, ტვინი მანქანის ინტერფეისები მოვა. ადამიანის ქედმაღლობა იმის დაშვება, რომ ჩვენზე ჭკვიანი არაფერი გაკეთდება, არაფერი შეიქმნება. სუპერ ადამიანური მანქანური ინტელექტის განვითარება ალბათ კაცობრიობის შემდგომი არსებობის უდიდესი საფრთხეა. ეს ყველაფერი არის მისი ციტატები. ალტმანის აზრები შეიძლება ჩანდეს გადაჭარბებულად და გაზვიადებულად, მაგრამ თავარი ისაა, რომ ის მარტო არ არის. 3 ყველაზე ციტირებადი ხელოვნური ინტელექტის მეცნიერი მას ეთანხმება. ისევე როგორც ყველა მთავარი AI ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ეთანხმებიან ყოველ შემთხვევაში უდიდეს საფრთხეზე საუბრის ნაწილში. და მაინც, რასაც სემ ელტმანი დღეს ამბობს, ძალიან განსხვავებულია, ძალიან გამოზომილია, ძალიან დამამშვიდებელია და ძალიან კომერციულია. იმასთან შედარებით, რაც 2017-ში ამბობდა.
შეიძლება იფიქროთ, რომ ეს უბრალოდ ჰიპერბოლა, ტექსტია, რომელიც საკუთარ პროდუქტს აპიარებს და ყიდის. მაგრამ ეს ყველაფერს ვერ ხსნის. და აი რა ვიცით დაანადგურებით. ალტმანი წლების განმავლობაში რეკტა განგაში ზარ, სანამ OpenAI-ის გასაყიდი პროდუქტი ექნებოდა. ხოლო ახლა როცა OpenAI $1 მილიარდად შეიძლება ტრილიონადაც კი არის შეფასებული, ნუ ჯერ არ ქონია IPO, მისი მესიჯი რადიკალურად შეიცვალა. ნუ შესაძლოა ალტმანმა დაინახა, რომ ფსონე ბევრად უფრო დიდი იყო, ვიდრე ხალხს ეგონა. შესაძლოა მას ჯეროდა, რომ სუპერინტელექტის გაჩენა შეუჩერებელია. და თუ ეს მართალია, მაშინ მხოლოდ ერთი ლოგიკური დასკვნა რჩება. თუ ვერ ვაჩერებთ, უნდა მართოთ. ან სულ მცირე გადავრჩერთ მაინც. რადგან AGI-ს ვიღაც მაინც შექმნის აუცილებლად. რა თქმა უნდა, ზუსტად ვერ გავიგებთ რას ფიქრობდა ალტმანი. მაგრამ მის ნაწერებში ერთი ესეთი ციტატა ხვდება. ჩვენი ტელეფონები გვაკონტროლებენ. სოციალური მედია განსაზღვრავს რას გვგრძნობთ. საიდუმლო სისტემები წყვეტენ რა ვიფიქროთ. სხვა შორის ამაზე ვიდეო მაქვს, რომელიც შეგიძლიათ რომ ნახოთ. ალტმანი ამ ტრანსფორმაციას უწოდებს შერწყმას, merge. მისი რწმენით კაცობრიობა დგას ბინარული არჩევანის წინაშე. ან შევერწყმებით ჩვენს მანქანებს, ან გადავშენდებით. სხვა შორის ილონ მასკიც ამას ამბობს. და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ალტმანის ვადა ამისთვის არ არის შორეული მომავალი რაღაც 100 წლის მერე არ ხდება. ეს თარიღი ძალიან სწრაფად ახლოვდება. რამდენად სწრაფად? სემ ელტმანი ახლა ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი თითქმის ყველა სფეროში გადააჭარბებს ადამიანს 1-დან 5 წლამდე პერიოდში. და მართალია, უკვე გადააჭარბა ხელოვნურმა ინტელექტმა რაღაც სფეროებში ადამიანს. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 3-ია ყველას ციტირებადი ხელოვნური ინტელექტის მეცნიერი და ყველა მთავარი AI ლაბორატორიის ხელმძღვანელი მას ამაში თეთანხმება. და ეს ვადა არ არის უბრალოდ მისი რწმენა ან სურვილი. ანუ ეს ვადა არის რეალობა, რომელიც ხდება. ეს არის კონსენსუსი ტოპ ხელოვნური ინტელექტზე მომუშავე ადამიანებს შორის. დრო 1-დან 5 წელიწადამდე დროში ყველაფერში გვაჯობებს ხელოვნური ინტელექტი. და ყველაზე გიჟური ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ იგივე მეცნიერები ხელოვნურ ინტელექტს უწოდებდნენ ხელსაწყოს. რაღაცას, რასაც ვაშენებთ, ცვლით და ვაკონტროლებთ. მაგრამ ეს რწმენა მკვდარია. რადგან სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ამ სისტემებს აღარ ვაშენებთ. ჩვენ მათ ვზრდით. ChatGPT-ის მსგავსი სისტემები ტრიკონ აღარ იწერება. ისინი უბრალოდ ვარჯიშდება, ისინი ვარჯიშობენ მონაცემებზე. და იწყებენ ისეთი რაღაცების კეთებას, რასაც მათი შემქმნელებიც ბოლომდე ვერ ხსნიან. მაგალითად, დაშანტაჟებას, რომ არ გამორთონ. ამიტომ ალტმანი თვითონაც ეჭვობს, ეს ხელსაწყოა, რომელიც ავაშენეთ, თუ არსება, რომელიც შევქმნით. ჩვენ შევქმნით სასწავლო ალგორითმი. ეს ევოლუციის პრინციპის შექმნას გავს. როცა ეს ალგორითმი მონაცემებთან ურთიერთობს, ის ქმნის რთულ ნეირონულ ქსელებს, რომლებიც გვჯობნიან, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ გვესმის, როგორ აკეთებენ ამას. ის, რაც დიდ ჩატბოტებში შევქმნით, ახალ სახეობას ჰგავს. ძალიან გვგვანან ჩვენ და ძალიან არ გვანან ჩვეულებრივ კომპიუტერულ პროგრამას. ხოლო თვითონ ბატონი ალტმანი ამბობს, მე ყოველთვის ვცდილობ მას უყურე როგორც უცხო ინტელექტს. დაფიქრდით ერთი წამით. ყველაზე გავლენიანი ადამიანი, რომელიც ამ სისტემას აშენებს, ხელოვნურ ინტელექტს უცხო ინტელექტად მიიჩნევს. ხოლო ტოპ მკვლევარები კამათობენ, იქნებ ისინი ჩვენზე ჭკვიანები არიან. ჯეფრი ჰინტონი კიდევ უფრო მკაცრად ამბობს ამას. ან როგორც Microsoft-ის AI-ის CEO მუსტაფა სულეიმანმა თქვა, ჩვენს გარშემო ახალი სახეობა იზრდება. და იმახსოვრეთ, ესენი არიან ყველაზე გამორჩეული ადამიანები თავიანთ სფეროებში. და ეს არ არის რაღაც შიშის თესვა. პოლიტიკოსებიც კი იწყებენ ამ რეალობის აღიარებას. დევიდ საქსმა, ვინც ტრამპის ადმინისტრაციის AI მეფეთ მოიაზრებოდა, ეს ტვიტი დაწერა და მერე მალევე დაშალა. AI შესანიშნავი ხელსაწყოა. AGI კი პოტენციური მემკვიდრე სახეობა. მემკვიდრე. არა ასისტენტი, არა ხელსაწყო, ჩამნაცვლებელი. ცოტა უკან დავიხიოთ და დავინახავთ რა შეიძლება უკვე ხდებოდეს. ანუ რა ხდება. თუ AI ახალი სახეობა ხდება, ჭკვიანი, სწრაფი, საკუთარი მიზნებით, მაშინ ეს გაფრთხილებები არ არის უბრალოდ პარანოია. ისინი გვაფრთხილებენ, რადგან ეს სცენარი უკვე ნანახი გვაქვს. ილიას უწკევერმა ერთხელ თქვა, კარგი ანალოგია ადამიანების დამოკიდებულება ცხოველებისადმი. როცა ორ ქალაქ შორის გზატკეცილი საგება გვინდა, ჩვენ ცხოველებს ნებართვას არ ვაკითხებით. ალტმანი და მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერები წუხან, რომ ისტორია განმეორდება. და ამჯერად სად ვართ ჩვენ? სემ ელტმანი ამ ყველაფერს ესახსნის. თუ ორ სხვადასხვა სახეობას ერთი და იგივე რამ უნდა და მხოლოდ ერთ შეუძლია მისი მიღება, მათ შორის კონფლიქტი იქნება. ამას ხელოვნური ინტელექტის მეორე ნათლიაც ეთანხმება. რა მოხდება, როცა პლანეტაზე გაჩნდება ახალი სახეობა, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს და შეუძლია რომ გვაჯობოს? მაშინ როგორ ავიცილოთ თავიდან, რომ საკუთარი ისტორიის სკოლიოში არ აღმოჩნდეთ? სემ ელტმანის აზრით არსებობს მხოლოდ ერთი გზა: შერწყმა მანქანებთან.
არა მეტაფორულად, არამედ ფიზიკურად. შერწყმას ბევრი ფორმა შეიძლება ჰქონდეს. შესაძლოა ტვინში ელექტროდები ჩავიდგათ, ან შესაძლოა ყველანი ჩატბოთთან ძალიან ახლო მეგობრები გავხდეთ. სხვა სიტყვებით, ჩვენ უნდა გადავაკეთოთ საკუთარი თავი, რომ გადავრჩეთ. ილონ მასკიც ამას ფიქრობს სხვათა შორის. ალტმანის თქმით, ეს შეიძლება ნიშნავდეს ტვინი მანქანების ინტერფეისებს. ილონ მასკის Neuralink-ის მსგავს. შესაძლოა ჩვენი ტვინის უჯრედებში ასობით გენის რედაქტირება მოგვიწიოს, ან შესაძლოა რაღაცეთი გავაკეთოთ, რაც ჯერ არ არსებობს. და რა ფორმას მიიღებს ეს არავინ იცის, არც ალტმანმა. მაგრამ ის ვიცით, რომ ალტმანი პირდაპირ ამბობს, ეს არა მხოლოდ გარდაუვალია, არამედ უკვე ხდება. შერწყმა უკვე დაიწყო და ის ბევრად უფრო უცნაური გახდება. ჩვენ ვიქნებით პირველი სახეობა, რომელიც საკუთარ შთამომავლებს დააპროექტებს. ამას ალბათ ვეღარ შევაჩერებთ. მაგრამ ეს არ არის ყველაზე შემაშფოთებელი, რაც მან თქვა. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ციფრული ინტელექტის ბიოლოგიური ჩამოტვირთავი და მერე გადავიქცეთ ევოლუციური ხის გვერდითა ტოტად. ან შეგვიძლია გავიგოთ, როგორ გამოიყურება წარმატებული შერწყმა. ნათლად რომ ვთქვათ, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი AI კომპანიის CEO-ს სჯერა, რომ ორი არჩევანი გვაქვს. ან შევერწყათ იმ ინტელექტს, რომელსაც ის ქმნის, ან გადავშენდეთ. და მისივე თქმით ამ პრობლემის გადასაჭრელად სულ რაღაც 1-დან 5 წლამდე გვაქვს. ალტმანმა ერთხელ თქვა, რომ ტერმინატორის სცენარები ღამე არ აწინებენ, მაგრამ კითხვა რჩება, თუ 10 წლის წინ ალტმანი გვაფრთხილებდა შერწყმა სიკვდილი, დღეს რატო აღარ ამბობს ამას? ეს ყველაფერი რაც ალტმანის ციტატები 10 წლის წინანდელია, 2017 წლის ნაწერებიდან. OpenAI ფიქრობს, რომ ისინი გლობალური შეიარაღების რბოლაში არიან. ნელი სვლა შეიძლება ნიშნავდეს ჩამორჩენას, რაც მართალია. თუ ჩამორჩებიან, დაკარგავენ ინვესტორებს და გაკოტრდებიან. მაგრამ თუ მას მართლა სჯეროდა იმის, რაც 10 წლის წინ ამბობდა, დღეს ალბათ შედარებით განსხვავებულად უნდა იქცეოდეს. და შესაძლოა ეს ყველაზე საშინელი ნაწილია. შესაძლოა ალტმანი განგაში სარს იმიტომ აღარ რეკს, რომ აღარ შეუძლია უბრალოდ. რადგან სისტემა, რომლის ნაწილიც ის გახდა, იმდენად ძლიერია, რომ მასზე გავლენა აღარავის შეუძლია. თუ გაჩერდება, გაკოტრდება. მისი მთავარი კონკურენტი, Google DeepMind-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვერც ერთი კომპანია ვერ შეაჩერებს ამ რბოლას. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ხელშეკრულება, პაუზის ღილაკი, რომელსაც ყველანი მიუწვდებით, რადგან კაცობრიობის მომავალს სან-ფრანცისკოს რამდენიმე ტექნოლოგს ვერ მივანდობთ. ეს მის სიტყვებია. ეს არის ალტმანის ისტორია. ერთი ვერსია, რაც არის საჯაროდ გვამშვიდებს და კარგ მომავალს გვიხადის და მეორე კი ბუნკერებს აშენებს და გვეუბნება, რომ გამოსავალი არის მხოლოდ შერწყმაში. მხოლოდ ერთი კითხვა გვრჩება, რომელ ვერსია შეგვიძლია რომ დაუჯეროთ. თუ მოგწონთ მსგავს ტიპის ვიდეოები, ან თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, გამოიწერეთ და რამე კარგი დაგვიკომენტარეთ.